პირიკაშვილი სინსვა აქვს ჯერჯერობით კიდევ ყალბედი მიწოლას თუმცა საფად მოეხსნა აქ ნომერი მოიგეს სრუმულიც დავამიდის მაღალ სიჩქარეში და მეტრი დარჩა მიაწო გორცე გამოიტანეს ხუთი ხევაძე მარცხნივ წავიდა ჩიგვინაძე ძალიან კარგად შეიყვანა აქ ჭრა კარგი კონცეპტები შანსი მიიღო რუსთავმა მახარაშვილას მესხიძე იაგო გელაძე როგორ კარგად გარბის დარჩა ფეხზე დარჩა ვერ გაერკვნენ ბათუმელები ამდენ სამაგერო ქუთაისლები გაერკვნენ გადასარევად ამ სიტუაციაში რამაც საშუალება მისცა ერმეიშვილს რომ შეედიან ფაქტიურად ცენტრალური ზონისკენ წაიღეს და ბურთი ქუთაისლებმა და კონტროლის ქვეშ აღწევ მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე აპირებენ ამ ბურთის გათამაშებას კი ბატონო იდეალურად იქნა გიორგი ფრუიძემ კი ბატონო გიგაშვილები პორტუგალები როგორი ნახოთ აქეთ გარავიტარ და კი ბატონო ლეღო შორს აქვს და ჩამოდის აქ დოლიძე კარგად მოძრაობს შეწყდა შევიდა 22-ში საერთოდ არ დაუყენეს მიაწვა ყაზბეგი თუმცა დარჩა ბურთი აიას და დოლიძემ გაჭრა ამ ისარგებლა ესე თქვა საერთოდ არ დაუყენეს მივადევნოთ თვალი დოლიძე ახლოს შეყვანილი კოხოძე ზვავრი დარტყმა კიდევ ერთი აგდება გარდაუვალია აქ ლეო ძალიან საბაშაროშიძე იყო მე მგონი ამ მაღალ ბურთზე მოთამაშე ოთარ გიორგაძე ეს კარგად და კარგად მოიგეს მაღალ ტერტულში აისელებმა გამოვიდა ხარჯარო შეფუჭეს ერთი დარტყმა დიდი გაჭირვებით მაგრამ მოხერხდა თავადვე მიყვება ბურთს მოხსნა კიდეც ბრწყინვალეა ლიდერი გორელთა მხარეს მაგრამ ხდება ნახუცრიშვილი გადავიდა თამაში რაკში ვერ გასული თუმცა მალევე მოახერხეს ადაპტაცია და შეჩერება მაღალ წერტილში აწეული ბურთი კოხოძე მიყვება სახიფათოა კოხოძეას დოლიძე აწია მაღალი ბურთი
ხევაძე და ძლიერი დარტყმული, რომელსაც იყვებიან და რა ძლიერი დარტყმული და ნახოთ შერკინებაში ახლა როგორ დამთავრდება, მაგრამ სწრაფად გამოიტანეს ბურთი დოლიძის სრულმოძრაობები ბრწყინვალედი არა დოლიძემ და თავადვე დაალელო. დაანახლოს ხარ, ბიჭო,